მოკლედ შესავალით მინდა დავიწყო, ვინაიდან წინა სასამართლოზე არ მომცეს საუბრის საშუალება და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე-6 დღეებში მშლობ, ეგეც არის, ანუ რაღაც აბსურდული ბრალდებით გამომკეტეს აქ და თავის დასაცავის სიტყვის უფლებაც არ მაქვს. მეორე ასევე ერთ-ერთი მიზეზი, ის გამოჩი მშლობ არის ის, რომ ჩემს ადვოკატს პოლიციელებს უგზავნიან და ანუ გამოდის, რომ ჩემს ადვოკატს ჩემი დაცვის უფლებას უზღუდავენ. ასევე არის მრავალი მიზეზი, მაგრამ ახლა ამას დავასახელებ და თან ამბობენ, რომ შენ საქმეს უნდა ეხებოდეს შენი სიტყვაო. ჯერ პირველი წინადადება და როგორ საზღვაო, ჩემს საქმეს ეხება თუ არა და მეორე რაც მთავარია, კონკრეტულ ადგილზე დგომის გამო რა აქვს და როცა ყვები თუ რატომ ვიდექი იმ ადგილას, რანაირად არ ეხება ჩემს საქმეს. ახლა გადავალ ჩემს სიტყვაზე. მოდი პატარა იგავით დავიწყებ. ასობით ლომთევზე იწვა ზღვის სანაპიროზე. მონადირე მივიდა და დაიწყო მათი დახოცვა. სათითაო, ხეთქაო და კომბლით თავებს. იგავების მოყოლის იგავებით ალეგორიულად ხსნის ბატონო მოსამართლე კანონით არ არის აკრძალული. ერთი წუთით ახლა. ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით. ფაქტობრივ გარემოებას ხსნი თუ რატო ვიდექი იმ ადგილას. იგავების და სათითაო, ხეთქაო და კომბლით თავებს. ეს ერთიანი ძალებით მარტივად გადათელავდნენ ლომთევზები ამ მონადირეს, მაგრამ უძრავად იწვნენ. თითოეული მათგანი ხედავდა თუ როგორ კლავდნენ მის მეზობელს, მაგრამ ამბობდნენ რა მოხდა მაინც მეზობელსა კლავსო. საბოლოოდ მონადირემ ყველა ლომთევზა დახოცა. მორჩა 3 წუთი ბრალდებული არის. 6 დღე ისიმშილა რომ სიტყვას არ აცდის არც ერთი მოსამართლე. იგავის მოყოლას ასრულებს და ნახავთ რომ საქმესა ადამიანმა ხო აუცილებელი არ არის ზუსტად დაღეჭოს სათქმელი. ზოგჯერ ალეგორიულად უნდა გამოიტანო იმის აზრი, ხო? ასრულეთ, ხო? ეს კონკრეტული იგავი დავასრულე, მაგრამ სიტყვა არა. პროკურორების სიტყვიდან რამოდენიმე სიტყვა მოხდა. ყურში ეს იყო სამართალდამცავი, ორგანიზება და ჯგუფური და ჩავშლი ახლა სათითაოდ ამ სიტყვებს. ანუ ასე ახსენეს, რომ სამართალდამცავებს არ ემორჩილებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენო და წინააღმდეგობას უწევდნენო. ჯერ ერთი საიდან უნდა მიხვდეს ადამიანმა, ასე უბრალო ადამიანმა, რომ ის კონკრეტული პიროვნება არის სამართალდამცავი, რომელიც ნიღაბს არის ამოფარებული, თავზე ჩაფხუტი აფარია და შავებით არის შემოსილი, არანაირი გამოსარჩევი არ აქვს სამართალდამცავისგან. თან 7 ასეთი ადამიანი, როცა ხედავ რომ 7 ასეთი ადამიანი ერთ სრუტყამს, წაქცეული ადამიანებით ბურთაობენ, ასისხლიანებენ და თან მოროდიორობენ, პარავენ ტელეფონებს და სხვადასხვა ნივთებს. ანუ ეს არის სამართალდამცავის თვისებები? ჩემთვის ასე არ უსწავლებია და მე ასეთ ადამიანს სამართალდამცავს ვერ უწოდებ და ვერ ვხედავ რომ სამართალდამცავია. მოროდიორს უწოდებენ ადამიანს, რომელიც ომის დროს მოკლულებს ან დაჭრილებს პარავს სხვადასხვა ნივთებს ტანსაცმლიდან. ანუ ადამიანები, რომლებიც ნიღაბს არიან ამოფარებული, მოროდიორობენ და ცემენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევენ, სამართალდამცავი ვერ იქნება. ახლა რაც შეეხება სიტყვა ჯგუფურს. ან ორი თვე იმის გამო მოგთხოვეს პროკურორებმა გადავადება, რომ რაღაც არგუმენტი მაინც ეპოვათ და ისევ იგივე გაიმეორეს. ერთი მინი მტკიცებულებაც არ არის იმის, რომ ჩვენ რაიმე დაჯგუფება ვართ და ერთმანეთთან კავშირი გვაქვს. ისევ ზუსტად იგივე განაცხადეს. თან ჯგუფური, ერთადერთი თქვეს, რომ ჯგუფური იმიტოა, რომ ერთ კონკრეტულ ადგილზე ერთ და იგივე ქმედებას ახორციელებდნენო. ანუ რანაირი არგუმენტია ეს? მაგალითად, ახლა მე რო ავდგეთ მე და ეს ორი პროკურორი და ერთად წყალი დავლიოთ აქ, ერთი დაჯგუფება ვართ? რა შუაშია ერთმანეთთან და ასევე გვედავებიან არა აკრძალული ყველასთვის ხელმისაწვდომი ნივთის ჰაერში აგდებას. ეს შეიძლება იყოს ბოთლი, ქაღალდი და ასე შემდეგ. ამის გამო 4 და 6 წელი ხო აბსურდული და სისულელია. აი მაგალითად წარმოიდგინეთ ბავშვობაში სკოლაში მილებით, კალმის მილებით ერთმანეთს ფურცლებს ესროდით ხოლმე და ამას თავში ვარტყავდით კლასელებს და ამის გამო რომ ვიღაცას 4 წელი მოეცა. თან მანდ უფრო რელევანტური იქნებოდა 4 წლის მიცემა, იმიტომ რომ მან დაზარალებული მაინც გამოჩნდებოდა, ვიღაცას მოხდებოდა ის და თან დამიზნებით ესროდი. და აქ საგნის ჰაერში აგდების გამო, როდესაც არც დაზარალებული ჩანს და არც ვინმეს მიყენებია ზიანი, 4-დან 6 წლამდე გვაძლევენ. არსებობს ასეთი სპორტი, ბადროს ტყორცნა ქვია. ანუ რა გამოდის, რომ ამ სპორტის ყველა მიმდევარი 4 წლით უნდა ჩასვან ციხეში? ამ ლოგიკით. და შეიძლება, ანუ ეს ბადროს ტყორცნა მაინც ოლიმპიური სახეობაა და შეიძლება სვამენ კიდეს 4 წლით და მერე ოლიმპიადებისთვის უშვებენ 4 წლის მერე. და კიდე ორგანიზებაო.
თუ რაღაცა დაჯგუფება ორგანიზატორიც უნდა ჰყავდეს, ხო? თან როცა მე დამიჭირეს თონეს პოლიციელები მაძალებდნენ რომ სხვადასხვა გვარის მეუბნებოდნენ რომ არა ის დასახელი არა ის ორგანიზატორად ანარად უნდა დამსახელებია რომელცა არ არსებობს თუ მაინც და მაინც კაი დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ ხსოვთ დაიჭირეთ ეს არის ირაკლი კობახიძე მე პირადად ირაკლი კობახიძის სიტყვის მერე გამოვედი იმ კონკრეტულ ადგილას როდესაც განაცხადა რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე უწყვეტო აი ეს იყო ჩემი თავის ორგანიზატორი ასევე ხორციელდება რაღაც დაშინებები და შანტაჟები დაკავებული პოლიტპატიმრების მიმართ რომ რაღაცა არარსებული რაც არ ჩაგვიდენია აღიარონ და შეუმცირებენ წლებს მაგრამ აზრი არ აქვს ამის მცდელობას იმიტომ რომ ვერ დაგვაშინებთ ამით ვერ დაგვაშინებთ იმიტომ რომ აი როგორ განწყობაზე ვართ გეტყვით ახლა ბერგმანს აქვს ერთი ასეთი ფილმი მეშვიდე ბეჭედი ჰქვია თვითონ ფილმის სიუჟეტი შეიძლება მოსაწყენია, მაგრამ იქ არის ერთი ისეთი კითხვა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ ფილმს. ფილმი არის ერთ მამაკაცზე, რომელიც მთელი ცხოვრება ფულის გამო იბრძვის და ხმალს იქნევს. ერთხელაც მასთან ეშმაკი მივა და შეშთავაზებს, რომ ჭადრაკი ვითამაშოთ და თუ მოგიგე 5 წლის მერე მოგაკითხავ, თუ მე მოვიგე ახლავე წაგიყვანო. თქვენ განწყობებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ უნდა ისაუბროთ. უნდა ისაუბროთ აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. მაგასთან დაკავშირებით საუბრო. პარალელის გავლება და განწყობა არაფერ შუაში არ არის რატო არ მასწით საუბარს ჯერ დავასრულე რომ დააკავშიროთ რაღაცეები ერთმანეთთან ვწდებით იმ ფაქტორულ გარემოებებს რაზეც მიდის არ ვწდები ფაქტობრივი გარემოებებს ამსტარი იყვნენ პროკურორები მე კი არაფერი არ მეხებოდა მე არ დავასრულე საუბარი აი ფილმებთან და განწყობებთან დაკავშირებით არა და ფილმებთან განწყობა რა შუაშია ჩემი დამოკიდებულება არ უნდა თქვა ან იმ ადგილას რატომ ვიყავი ან როგორ განწყობაზეო როგორ განწყობაზე ხარ ფილმები და წიგნები არ მოგწონთ და თავის სათქმელს ბატონო მოსამართლე ალეგორიულად გადმოსცემს და ალბათ რამოდენიმე წუთიან წამი დასჭა და 15 წუთი ხომ აქვს დრო კი არ მაქვს კაკ 5 წლის მერე დაბრუნდება ეშმაკი და ეკითხება და გადავადებამ რამე მოგცაო დაფიქრდება ეს მამაკაცი და მიხვდება რომ მართლა არაფერი მიუცია ამ 5 წლიან გადავადებას მისთვის არაფერი მომხდარა იმის ამ 5 წელში ისეთი რისთვისაც ღირდა ცხოვრება რაზეც იტყოდა მადლობა რომ ეს 5 წელი მომეციო რის გამოც მას გაიხსენებდნენ სხვები მეც გარეთ ყოფნისას ხშირად მიფიქრია ამაზე შარშან მოკვდებოდი იმის წინ თუ ახლა აზრი ქონდა რაიმეს და ყოველთვის უარყოფითი იყო პასუხი 6 დეკემბრამდე ანუ ჩემი დაჭერის დღემდე მას შემდეგ რაც დამიჭირეს ვინმე რომ კითხოს გადავადებამ რა მოგცაო აუცილებლად კი სუპასუხები იმიტომ რომ თლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ჩემი ცხოვრება მარტო იმ 3 თვის გამო ღირს რა პერიოდიც აქ გავატარე აქამდე სულ ფიქრობდი რომ ცხოვრება უაზრო იყო მაგრამ ახლა აზრს ხედავ ცხოვრებაში ახლა შეგრძნება მაქვს რომ რაღაც ვალი რომელიც დაბადებიდან მქონდა გარკვეულწილად მოვიხადე ქვეყნის და ხალხის წინაშე და გაჩერებას არ ვაპირებ ბრძოლა ახლა იწყება და მინდა მადლობა გადაუხადო რუსის მიერ დამონებულ ქვეყნის მტრებს რომლებმაც აქ გამომკეტეს რათა ცხოვრების აზრი დამანახეს და მათ გამოვა რომ ეშმაკთან ჭადრაკის პარტიაში მოგებულ წლებს ფუჭად არ ჩაუვლია ჩვენ ყველა ასეთ განწყობაზე ვარ აქ ამიტომ არანაირი დაშინება და შანტაჟი ჩვენთან არ გაჭრის თან შემოქმედეთ აბა რაიმე დანაშაული რო ქონდეს ასეთი თავდაჯერებულები ასეთი დამუხტულები ვიქნებოდით ყოველ ჯერზე ერთი ანდაზა აქვთ თუ არ ვწდები მექსიკელებს შინაარსი ჟღერს დაახლოებით ასე მათ ეგონათ რომ დაგმარხეს მაგრამ არისოდნე რომ სინამდვილეში დაგვრთესეს და ახალი ნაყოფის აღმოცენება შეუწყეს ხელიო ზუსტად ასეა ჩვენი მდგომარეობაც უნდათ ციხეში ჩაყრით დავეშინებინეთ მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა რომ ამით პირიქით ბრძოლის ჟინი და მუხტი უფრო მოგვიმატეს ეს აღკვეთის ღონისძიებასთან არის კავშირში რა თქმა უნდა რა კავშირი ბოლოს დააკავშირებს სერიალი ახსენეს ტიფლისი და იქ ერთ-ერთი პერსონაჟი ასეთ რაღაცას ამბობს ან შეძლებთ რატო არ მაცდით საუბარს ერთი წუთით იმიტომ რომ ცდებით საქმის ფაქტებს რანაირად ცდებით საქმის გარემოებებს იგივე პროკურორობით ისე იგივე სხვა არ გავიმეორდა ბაბა რა წინა სასამართლოზე ვთქვი წუთით ადამიანი ინდივიდუალურია და ყოველ ახალ ჯერზე ახალი აზრი აქვს ხო? ვიქნები გამოვიყენო კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამიტომ და ჩემთან რა შუაშია იქ? ან თქვენთან არის შუაში, თქვენზეც ვრცელდება წესრიგის დაცვის ვალდებულება. შეიძლება განცხადების ფლევით არა, ჯერა შეიძლება. რამე კონკრეტული წესები არსებობს, რადგან არ უნდა ვისაუბრო, რამე კონკრეტული სიტყვა რაც არ უნდა ვთქვა, თუ ვერ ხვდები, ვერ მივხვდი რა. ანუ სიტყვა სერიალი არ უნდა ვახსენო? საქმის გარემოებების ირგვლივ უნდა ისაუბროთ
და არა სხვა საკითხებზე. და საქმის გარემოებების მე ვსაუბრობ ამაზე თორე. აქ რო არ ვიყო და ეს საქმე არ მომხდარიყო. უსმენთ უკვე ამ ადამიანს, თუმცა საქმის გარემოებების ირგვლივ ნაკლებად საუბრობ. ბატონო მოსამართლე, სანამ არ დაასრულოს, მანამდე ხო არ გვეცოდინება და ხო და არ ამგონია იმდენად ცოტა დრო აქვს მიცემული რომ რამოდენიმე წუთი რომ მოусმინოთ რაიმე შეიძლება და ქართული სამართლის სისტემა ამით დაემხობა ბატონო მოსამართლე. თავი შეიკავეთ ახლა ქართული სამართლის სისტემაზე ესეთი საუბრებისგან. არ მგონია დაემხობათ. მანთვის ვიაჯობებს. ბატონ შევაზ ან ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით ისაუბრეთ, ან შეწყვიტეთ. ყველაფერი რასაც ვსაუბრობ ეხება საქმეს და არაფერს საქმის გარდა. გავაგრძელო? ან ფაქტობრივ გარემოებებს რამე კონკრეტული სიტყვა რაც არ უნდა თქვა, ვერ მივხვდი რას მეუბნებით. კონკრეტული სიტყვა არ უნდა თქვა? გებად გეუბნებით. ფილმების მიმოხილვები არ არის. მიმოხილვა რა შუაშია, რაღაც ფილმში მომხდარი ამბავი ზუსტად ჩვენ გვეხება და იგივე ხდება რეალობაში. ეს ფილმთან არის კავშირში აუცილებლად. ზანეთ საქმის გარემოებების ირგვლივ. აი ბოლოს მაშინ დავით აღმაშენებლის სიტყვებით დავასრულებ. დავით აღმაშენებელმა ასეთი წერილი გაუგზავნა დამყრობელ სელჩუკებს, როდესაც ხარკი მოგთხოვეს. ერთი წინადადებაა და პატარა. ამიერიდან ჩვენ არავის ვეყმობით გარდა თვინიერ დამბადებლისა. გავიმარჯვებ სახელოვნად. მადლობა. კალბატონ რუსუდან, თქვენი პოზიცია. ყველაზე ყველა